მოგესალმებით, მეგრულ თქვით მე ვარ საბა და არხი კაპოტში როსამსამი და დღეს როგორც თქვენ ალბათ უკვე გაიგეთ ამ ვიდეოს სათაურით მე გაჩვენებთ ტოპ 5 კოორდინატს სოფლებისთვის მინიკრაფტში და მოდით პრინციპში უკვე დავიწყოთ. თავდაპირველად სანამ ჩვენ შევქმნით სოფლიოს, ჩვენ უნდა დავწევოთ გენერაციის გასაღებში პირველი სოფლის კოორდინატები. პირველი სოფლის კოორდინატები არის ასეთი: -177 78 07 300. მეგობრებო, რასაკვირველია, ამ კოორდინატების დამახსოვრება იქნება ძალიან ძნელი, მაგიტომ თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ეს კოორდინატები ფურცელზე. დავაჭიროთ ახლა მზად არის და შევქმნათ მსოფლიო. ჩვენ ვჩნდებით ასეთ ადგილას პირდაპირ მუხასთან. მოვით პრინციპში ცოტა გავანთავისუფლოთ ჩვენი ინვენტარი და ცოტა წინ ასე ვთქვათ გავფრინდეთ. პირველი ჩვენი სოფელი არის განლაგებული უდაბნოში, ესე პირდაპირ მივფრინავთ. ახლა მარცხნივ ვუხვევთ და მეგობრებო, ეს სოფელი არის განლაგებული უდაბნოს პირდაპირ უდაბნოს ტაძართან ახლოს. აი მეგობრებო, სოფელი, აი უდაბნოს ტაძარი. მოიტაბა შევიდეთ, ჯერ რასაკვირველია დავათვალიეროთ ეს უდაბნოს ტაძარი. ნახოთ რა არის აქ განლაგებული. აქ პრინციპში ჩვენ ვხედავთ აი სამი რკინა, ძალიან ბევრი ოქრო და აქ კიდე რაღაც საჭმელითანაც ოქრო, ვერცხლი. ნუ პრინციპში მეგობრებო, სტანდარტული, ასე ვთქვათ, დროპი ამ უდაბნოს ტაძარი და მოითახლა ამოვიდეთ და დავათვალიეროთ პირველი სოფელი. რასაკვირველია, უდაბნოს სოფელი, აქ არის მეგობრებო სამჭედლოც კი, ანუ ამ სამჭედლოჩიც შეიძლება იყოს რაღაც ნივთები მოეთაბა ვნახოთ. აი მეგობრებო, უკვე 4 რკინა, კიდე ასევე ბოტასები, 3 პური და 3 ისუმრუდი. მეგობრებო, წარმოიდგინეთ, უკვე პრინციპში ნორმალური დროპი და პრინციპში ძალიან ადვილი, ძალიან ასე ვთქვათ, უბრალო სოფელი, რომელიც არის განლაგებული არა მხოლოდ უდაბნოს ტაძართან ახლოს, არამედ კიდე ასეთ ლამაზ მთასთანაც ახლოს. თან პლუს კიდე აქ არის ასეთი ლამაზი მდინარეც. მოეთ უკვე გადავიდეთ მეორე სოფელთან. და მეორე სოფლიოს კოორდინატები არის ასეთი: ვწერთ გენერაციის გასაღებში -881 03 00 და 82. დავაჭიროთ მზად არის და შევქმნათ მსოფლიო. და აი მეგობრებო, ჩვენ ისევ მეგობრებო ვჩნდებით პირდაპირ უდაბნოსთან. ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით. აქვე არის რასაკვირველია, აი ეს ჩვენი უდაბნოს ტაძარი. მოითაბა ვნახოთ რა არის განლაგებული ამ უდაბნოს ტაძარში. პრინციპში დავათვალიერეთ, ეს არის მეგობრებო უდაბნოს სოფელი. 2 ალმასი, აი მეგობრებო, უკვე 2 ალმასი და 2 რკინა და 3 რკინა და 4 ოქრო. მეგობრებო, აი უკვე 2 ალმასიც კი გამოჩნდა. მოდით უკვე ამოვიდეთ და გაჩვენებთ უკვე რა არის ამ სოფლის ასე განსაკუთრება. ჯერ ეს არის მეგობრებო, ეს სოფელი მდებარეობს როგორც უბრალო მსოფლიოში, ასევე უდაბნოშიც. მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი. შეხედეთ მეგობრებო, ასეთი ნორმალური სოფელი, აი პირდაპირ მდინარეზეც კი, მაგრამ ასევე ამ სოფელთან არის განლაგებული მეორე უდაბნოს ტაძარიც, რომელიც არის ჩათხრილი ნახევრად მიწაში. ანუ შეხედეთ, პირველი ტაძარი არის აქ, აქვე არის სოფელი და მეორე ტაძარიც ასევე. მოით დავთვალიეროთ ეს ტაძარი ასევე. მოეთაბა ვნახოთ, რომელი ტაძარი არის ასევე უფრო კარგი. 5 რკინა, 4 ოქრო, აი მეგობრებო, შეხედეთ პრინციპში 3 ისუმრუდიც არის და ოქრო. ნუ მოკლედ ასეთი სტანდარტული დროპი ამ უდაბნოს ტაძარში. რასაკვირველია, წარმოიდგინეთ მეგობრებო, აქ არის ანუ ასეთი სოფელი, რომელიც არის განლაგებული პირდაპირ 2 ტაძარს შორის. მოეთ უკვე გადავიდეთ მესამე სოფელთან. და მესამე სოფლიოს კოორდინატები არის ასეთი: ჩავწეროთ 2 6 6
491. ეს საკმაოდ სხვებთან შედარებით, სხვა კოორდინატებთან შედარებით უფრო ადვილი დასამახსოვრებელი კოორდინატებია. მოით შევქმნათ და შეხედეთ მეგობრებო, სად ვჩნდებით. ასეთი სოფელი, რომელიც არის განლაგებული პირდაპირ ოკეანესთან, ხო მეგობრებო, ეს არის ოკეანე, ნამდვილი ოკეანე. თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ ეს სოფელი, ანუ შეგიძლიათ პრინციპში ეს ნახურეთები უფრო იმასთან ასევე აქ არის სამჭედლოც კი, სამჭედლოც მოით გავანათოთ ეს სამჭედლო და ნახოთ აბა აქ რა ეს შეხედეთ რომ უკვე არის 4 ოფსიდიანი ვაშლი და 3 ქუდი, არ ვიცი პრინციპში რისთვის დაგჭირდებათ 3 ქუდი, მაგრამ ასე ვთქვათ ზაპასისთვის, მაგრამ რაც თავარია მეგობრებო, ეს სოფელი არის განლაგებული ძალიან ლამაზ ადგილას. წარმოგიდგენთ ახლა აქ ღამე რა სილამაზე იქნება. ასეთი პატარა სოფელი, რომელიც არის განლაგებული ამ უზარმაზარ ოკეანეში. აქ პრინციპში ეს არ არის ასე ვთქვათ კუნძული, აქ არის კიდე მთელი მსოფლიო. მაგიტომ პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგად განავითაროთ ეს სოფელი და მოით უკვე გადავიდეთ მეოთხე სოფელში. მეოთხე სოფლის კოორდინატები არის ასეთი. -141, 141, 753, 1187. აი მეგობრებო, ნუ პრინციპში ვერც კი დაიმახსოვრებთ ამას, მაგიტომ არ გეტყვით რომ დაიმახსოვროთ. აი მეგობრებო, ჩვენ ვჩნდებით ასეთ ლამაზ ადგილას პირდაპირ მთასთან. აქ პრინციპში ჩვენ დავრესპაუნდით და ახლა მეგობრებო უნდა წავიდოთ ცოტა სულ პირდაპირ და აი უკვე ხედავთ გზას. ეს მეგობრებო არის ერთ-ერთი ყველაზე სტანდარტული სოფელი პრინციპში არაფრით არ არის გამორჩეული, აქ არის პრინციპში ტყეც, პატარა ტბაც, აქ არის ესეთი მსოფლიოც და ასეთი ანუ მე მეგობრებო უბრალოდ გაჩვენეთ ეს სოფელი იმისთვის რომ დაგანახოთ. ნუ ასე ვთქვათ არა მხოლოდ ასეთი რაღაც ვაუ, ასეთი შოკ რაღაც სოფლები, არამედ უბრალო სოფლებიც, რომლებიც არის პრინციპში სულ აი აქ არის პრინციპში რკინის კირა, 3 პური, 2 ვაშლი, ანუ საკვები, კირები და ასე შემდეგ. ეს სოფელი არაფრით არ არის გამორჩეული, უბრალო სტანდარტული სოფელი მინიკრაფტში და მოით მეგობრებო გადავიდეთ უკვე ბოლო მეხუთე სოფელთან ერთად და ეგ სოფელი უკვე იქნება არაჩვეულებრივი, ეგრევე გეუბნებით. და აი ბოლო მეხუთე სოფლის კოორდინატები. ჩავწეროთ 133, 366, 12 და 87. აი მეგობრებო, ბოლო მეხუთე სოფლის კოორდინატები. მოდით შევქმნათ სოფლიო და რა არის აქ გამორჩეული თქვენი აზრით? აბა მე მეგობრებო გითხარით რომ ეს არის არაჩვეულებრივი სოფელი. პრინციპში ჩვენ ვჩნდებით აი აქ მდინარესთან, პირდაპირ აი ახლა შეხედეთ მეგობრებო, აქედან უკვე იწყება არაჩვეულებრივობა. ჯერ ეს არის უდაბნო, პირველი უდაბნოს ტაძარი, შეხედეთ უდაბნოს ტაძარი, მოით ასე ვთქვათ ვნახოთ ეს უდაბნოს ტაძარის პრინციპში არაფერი საინტერესო კი არ იქნება, მაგრამ მაინც შემოწოთ აი უკვე 2 ალმასი, 5 რკინა, 4 ოქრო და ასე შემდეგ. ამოვიდეთ ამ უდაბნოს ტაძარისგან, წავიდეთ პირდაპირ, მეგობრებო სპეციალურად ვიდეოს ასე ვთქვათ არ დავაპაუზებ ახლა. მეორე უდაბნოს ტაძარი, აქ უკვე ვხედავთ სოფელს, მაგრამ ჯერ მოით აბა ვნახოთ ეს უდაბნოს ტაძარი, მეორე უდაბნოს ტაძარი, ზედიზეთ და აქ ის პრინციპში აი რკინა, აქ ძვლები, ძალიან ბევრი ოქრო და 3 ალმასი, ანუ უკვე შეგიძლიათ შექმნათ ალმასის კირაც და ალმასის ხმარიც. შემდეგ დავითვალოთ ახლა სოფლები. პირველი სოფელი, აი ასეთი სოფელი, შეხედეთ, პირველი სოფელი, პრინციპში არაფრით გამორჩეული, აქ არის სამჭედლო. შემდეგ გადავწდეთ ახლა ამ მთას, ეს არის მეგობრებო პირველი სოფელი. აქ უდაბნო, მეორე სოფელი, შეხედეთ აქ პრინციპში, მესამე სოფელი, ეს უკვე უდაბნოს სოფელი და გადავიდეთ აქ და მეოთხე სოფელი. წარმოიდგეთ 4 სოფელი, 2 სამჭედლოთი, 2 უდაბნოს ტაძრით და ასეთი უბრალო სოფლიოს და ასევე უდაბნოც კი. წარმოიდგეთ 4 სოფელი ერთ მსოფლიოში ზედიზეთ. მეგობრებო, აქ კიდე შეხედეთ სამჭედლოში ასევე იზრდება
ფოთლებიც. აქ არის მეგობრებო შეგეთ პრინციპში ასეთი ბრონიც, პურიც, შემდეგ მოით მეგობრებო წავიდეთ ახლა მეორე სოფელში, აი ეს სოფელი, მეგობრებო 4 სოფელი სოფლიოში. წარმოგიდგენთ, ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა. ჩემეთ თქვენც კი იცით თუ ეს არის დიდი იშვიათობა. ეს არის 4 სოფელი. მეგობრებო, იცით როგორ შეგიძლიათ ადვილად გაიგოთ, რომ აქ არის 4, 5 თუ 2 სოფელი? თქვენ უბრალოდ უნდა დაარკვირდეთ ჭას. აი მეგობრებო, შეგეთ პირველი ჭა მოით გადავფრინდეთ ახლა იმ სოფელში. იქაც ხო არის ჭა. იქაც აქაც მეორე ჭა. შემდეგ მესამე ჭა აი უკვე პრინციპში ხედავთ და იქაც არის მეგობრებო მეოთხე ჭა. მოით გადავფრინდეთ რომ თქვენ ასე თქვა დამიჯეროთ და აი მეგობრებო აი პრინციპში თქვენ უკვე ხედავთ აქ ჭას. 4 სოფელი ერთ სოფლიოში. არა მხოლოდ 4 სოფელი, არამედ ერთი არის ასევე უდაბნოს სოფელიც. ანუ მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მინიკრაფტში, მაგრამ პრინციპში ასეთი მსოფლიო რასაკვირველია არსებობს და არაერთიც კი. და აქ არის შეგეთ მეგობრებო 5 ოფსიდიანი. აქ არის უკვე გამოდის ნახევარი ბრონის, რკინა, ვაშლი და პური. მეგობრებო, აი ეს მსოფლიო მეგობრებო, ჩემი აი თქვენ ყველაზე კარგად გამოგადგებათ, ასე ვთქვათ, რომ ცოტა ხანი ასე ვთქვათ, არ ვიცი, იცხოვროთ და იცხოვროთ. აქ არის 4 სოფელი ზედიზედ. მოგეთ მეგობრებო, დღეს თქვენ გაჩვენებთ 5 სოფლის კოორდინატები მინიკრაფტში. მადლობა დიდი ვიყო ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეცნოთ ეს ვიდეო დაეკეთ, მე კი ახლა წავედი ნახვამდის.